რა იცვლება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებთან, ანუ კანონპროექტის მიხედვით ჟურნალისტური ორგანიზაციების საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაწესებულ ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ. მოკლედ, სულ რამდენიმე წუთში გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღოშის პრეს-ანალიზი, რა არის ამჟამად ამერიკული ჟურნალისტიკის ყველაზე დიდი პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალი ამბების გადმოცემის დროს დაცული იყოს მიუკერძოებლობის, ორიგინალობის, ნდობის ელემენტები რუსუდან წერეთელის ექსკლუზიური ინტერვიუ შტატებიდან. სად უნდა იმკურნალონ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა რა ფუნქცია ეკისრება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რამდენად სწორად აშუქებს რუსული მედია ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამკურნალოდ გადმოსული ავადმყოფების მდგომარეობას და რა პრეტენზიებს გამოხატავენ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის მაღალჩინოსნები. ვესტუმრებით ასევე ჟურნალ National Geographic საქართველოს რედაქციას და ასევე მოვისმენთ თქვენთვის ცნობილი ადამიანების დამოკიდებულებას მედიასთან მიმართებაში, ამრიგად ქართული და უცხოური მედიის აქცენტები, დილამშვიდობის ეს პრესზონა და იქამდე სანამ აღნიშნულ საკითხებს თანმიმდევრულად მივყვებით, მოდით ვნახოთ თუ რა თემებით გაიპრესა გასული კვირის მსვლელობისას ბეჭდურ მედია, ამის შესახებ ნანა კალანდაძე ისაუბრებს. დილამშვიდობისა, ვნახოთ კვირის მთავარი თემები, რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას ქართული გამოცემები. არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრესა აქტიურად აშუქებს საპრეზიდენტო კანდიდატებს, რა შანსები აქვთ მათ, როგორ აფასებენ ექსპერტები წინასაარჩევნო გარემოს, ამ საკითხზე 23 სტატია დაიწერა და 16 გვერდი დაეთმო. დაიჭერენ თუ არა ცენტრპოინტის დამფუძნებლებს, რა აკავშირებს სამშენებლო ბიზნესთან თბილისის მერს გიგი უგულავას, ამ საკითხზე 8 სტატია დაიწერა და ეს მეორე აქტუალური თემა გახლავთ პრესაში. ახალი ფარული ვიდეო ჩანაწერები, 17,000-ზე მეტი აღმოჩენილი მასალა, რატომ აყოვნებს ხელისუფლება ფარული ვიდეო ჩანაწერების განადგურებას, ამ საკითხზე 7 სტატია დაიწერა. ნახოთ, რომელი პოლიტიკოსები იყვნენ აქტუალურები კვირის განმავლობაში პრესაში. პირველ ადგილზე ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 9 სტატიით გავიდა, აქედან 1 დადებითი, 1 უარყოფითი, 7 კი ნეიტრალური ხასიათის სტატია დაიწერა. მეორე ადგილი პაატა ბურჭულაძეს ერგო 8 სტატიით, აქედან 8 ნეიტრალურ ხასიათს ატარებდა, მესამე ადგილზე კი ირაკლი ღარიბაშვილი 6 სტატიით გავიდა, მასზე დაწერილი 6-ვე სტატია სწორედ ნეიტრალური ხასიათის იყო. გადავხედოთ ცნობილი ადამიანების მიერ წარმოთქმულ მხიარულ ფრაზებს. არნო ხიდირბეგაშვილი ქართველების, აფხაზებისა და ოსების ადრინდელი ძმობის აღიარება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ხატოვნად რომ თქვათ ჩამოზაქარეიშვილებულია. ბეჟან გუნავა, როლანდ ახალაია სამხარეო პროკურორი და სამეგრელოს ფაშა იყო. სოსო ცისკარიშვილი გამოჩნდნენ კანდიდატები, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნები და ოლიმპიური თამაშები ერთმანეთში ერევათ. მერაბ მეტრეველი ღირსეულად წადი მიშა და იმას მაინც ეცადე, მაოხრებელი გზირის ადგილი არ დაიკავო. გიორგი შენგელაია, ხვევნა კოცნაზე ჯარიმა ვინოხერმა მოიგონა. არბიტრი ვინ იქნება, ვინ შეაფასებს რა არის აღვირახსნილი და რა ყდება მოსილი. შალვა ნათელაშვილი, ვაიშენ ენდიაი, ნინო სამხარაძე, სალაყბო გულაობს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ლუის ნავარომ დაბოლების ახალი ტალღა წამოიწყო. ეს ის ძირითადი თემები გახლავთ, რაზეც კვირის განმავლობაში ქართული ბეჭდური მედია წერდა. კვირის მთავარ თემებზე ნანა კალანდაძე საუბრობდა, ამჯერად უკვე რეგიონული მედია და ალბათ დროა გადავინაცვლოთ სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, მოვუსმინოთ პაატა ლაგვილაოს, რომელიც გაგვაცნობს იმ მთავარ თემებს, რომლებზეც საუბრობდა ბეჭდური მედია სამეგრელოში. პაატა, დილამშვიდობის, გისმენთ ყურადღებით. დილამშვიდობის ალეკო, ჩვენ ახლა შევეცდებით მიმოვიხილოთ თუ რას წერდა მედია სამეგრელოში, კონკრეტულად კი მიმოვიხილავთ ინტერნეტ გამოცემებს. ეს არის ორი ძირითადი მოთამაშე ყავს ჩვენ რეგიონში, ეს არის ლაივ პრესი და TS პრესი. ლაივ პრესი ამ კვირის განმავლობაში წერდა სამეგრელო ზემოსვანეთის განვითარების გეგმაზე, გენერალურ გეგმაზე, მან როგორც ხელისუფლების მოსაზრებები, ასევე არასამთავრობო სექტორის შენიშვნები შესთავაზა თავის კითხვას, ასევე გამოცემა წერდა საფეხბურთო კლუბ ზუგდიდში არსებულ პრობლემებზე, არაერთი სტატია მიეძღვნა ამ პრობლემებს. გამოცემა ასევე აწვდიდა მაყურებელს ინფორმაციას თენგიზ გუნავას დაკავების შესახებ. ლაივ პრესი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დატვირთული იყო მულტიმედიის განხრით და არაერთი ვიდეო შესთავაზა მან თავის მომხმარებელს, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ასახავდა. ლაივ პრესის გამომცემლები აცხადებენ,
ამბობენ რომ გამოცემა ახალ გრანტს იღებს და აგვისტოდან უკვე განახლებული ლაივპრესი დახვდება შვებულებიდან დაბრუნებულ კითხველს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო, ეს არის სამეგრელო ზემოწმების განვითარების გეგმა. გამოვიკვლიეთ ამ გეგმის შესახებ როგორც არასამთავრობოებისგან, ასევე სამთავრობო უწყებებისგან თუ რა იყო მნიშვნელოვანი და შევიდა თუ არა ამ გეგმაში ის პრობლემები რეალურად რაც ასწუხებს რეგიონს. ასევე ძალიან აქტუალური საკითხია სამეგრელო ზემოწმების გუბერნატორის დაკავება. აქ სამეგრელოში რამდენიმე აქცია გაიმართა, ორი აქცია დღესაც გრძელდება და ჩვენ ვცდილობთ რომ ამ კუთხითაც მოქალაქეების მოსაზრებები გავაცნოთ. რაც შეეხება TS-პრეს გამოცემა ამ კვირაში წერდა მესტის გამგეობაში არსებულ პრობლემებზე, კონკრეტულად კი თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხზე, მის მართებულობასა თუ არამართებულობაზე, ასევე გამოცემა იუწყებოდა ექსკლუზიური მასალა ჰქონდათ მათ მესტიიდან, რომელიც ეხება მესტიის ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციას, რომელიც 2010 წელს ჩატარდა და გამოცემის ინფორმაციით შესაძლოა ამ სპეცოპერაციიდან დეტალებიდან გამომდინარე თენგის გუნავას ბრალი უფრო დაუმძიმდეს. ასევე გამოცემა აშუქებდა თვითმმართველობის საკითხებზე მასალებს, მან მიუძღვნა ფოთის მერის ბალანზე არსებული ავტომობილების შესახებ სტატია, კითხველს დაანახა ამ ავტომობილების შესახებ კონკრეტულად კი თუ რა ბედიელის ამ ავტომობილებს და მერია აცხადებს რომ გაასხვისებს და სწორედ ბიუჯეტში შემოიტანს თანხას ამ ავტომობილების გასხვისებით. ასევე გამოცემა მიუძღვნა რამოდენიმე მასალა სოციალურად დაუცველ ოჯახებს და როგორც გამოცემის ჟურნალისტები ჩვენთან ყვებიან, რამოდენიმე მათგანის დახმარებაც მოხდა და დადებითად აფასებენ ამ ფაქტს. TS-პრესისთვის იყო სოციალური თემატიკა, მოგეხსენებათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საკმაოდ ფართოდ არის სოციალურად დაუცველებით დასახლებული. შესაბამისად ეს თემები იყო ჩვენთვის უფრო აქტუალური. ერთ-ერთ სოციალურად დაუცველს ჩვენი საიტის მეშვეობით დაეხმანენ კიდეც და მას მისი შვილი და შვილიშვილი მინდობით აღზრდაზე გაუშვეს. ჩვენ მუშაობთ თვითმმართველობის პრობლემებზე, როგორც ზუგდიდში, ასევე ფოთში, მოგეხსენებათ ჩვენი ოფისი ფოთშიც არის და თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ყველაფრის გარდა ჩვენ ცენტრალურ თემებსაც მოვიცავთ. ალიკო, რაც შეეხება რეგიონულ გაზეთებს, ალბათ გაგიკვირდათ, რატო არ მიმოვხილეთ ისინი ჩვენ. ორი ძირითადი რეგიონალური გაზეთი საზაფხულო შვებულებაშია გასული და არ გამოდის. ასევე დღეს უკვე აქტუალური თემა ინტერნეტ გამოცემებისთვის იქნება პრაიმერი. როგორც იცით, ზუგდიდი დღეს ნაციონალური მოძრაობის პრაიმერს მასპინძლობს. ალიკო. დიდი მადლობა პაატა. ეს პაატა ლაგვილავა გახდა, რომელმაც რეგიონული მედიის ძირითადი აქცენტები გაგვაცნო. გადაცემაში რეკლამის დროა, რომლის დასრულებისთანავე უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით სულ რამდენიმე წამში გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. რეკლამის შემდეგ სტუმართან ერთად დაგიბრუნდით გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში სტუმრობს დღევანდელ გადაცემას. დილო მშვიდობის ბატონ ლაშა, მადლობა მობრძანებისთვის. ალბათ მედიისთვის ერთ-ერთი საინტერესო თემა საზოგადოებრივი მაუწყებელია და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ახალი თავმჯდომარე ვერ გაირჩია. მიზეზიც ცნობილია. ვერც ერთმა წერმა ვერ მოაგროვა სათანადო რაოდენობა ხმების. თუმცა იქამდე მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ცვლილებები, რა იცვლება ამ კანონის შემოღების შემდეგ, რა მექანიზმებია და შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ამ ცვლილებების შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებელი თვისობრივად შეიცვლება. მოგესალმებით, მიესალმები მაყურებელს. მოგეხსენებათ, პარლამენტმა დაძლია ვეტო პრეზიდენტის და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კანონი შედის ზალაში, მაგრამ ამოქმედება საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილში ამოქმედება ახალი წლიდან, ანუ მომავალ წლიდან. შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წლიდან იწყება პროცედურები, რომელიც დასრულდება ახალი ბორდის ფორმირებით ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან ეგრეთ წოდებულ სამეურვეო საბჭოს წევრები, ანუ როგორც უძახით ხოლმე ბორდის წევრები, ისინი შეიცვლებიან მთლიანად, შესაძლოა თავიდან გაიარონ პროცედურა და პარლამენტმა ისინი აერჩიოს კვლავ. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ამ კანონის მიხედვით ახალი ბორდი გვეყოლება. შესაბამისად ის პროცედურები, რაც ხდებოდა ამ დღეებში, მაინც ფორმალური მხარეა, იმიტომ რომ ისინი სულ რამდენიმე თვით არიან დარჩენილი. რაოდენობის თვალსაზრისით შემცირდება თუ არა ბორდის? კი, როგორ არა, რა თქმა უნდა შემცირდება.
სხვა რაოდენობით ნაკლები იქნება ბორდის წევრები, რაც თავისთავად ჩემი აზრით სწორია. მე ვფიქრობ, 7 ეს წევრია, ეს გადაწყვეტილება უფრო სწორია, ვიდრე იყო ადრე მოგეხსენებათ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი იყო, ასე ვთქვათ, სამეურვეო საბჭოს წევრი, ამდენი ალბათ საჭირო არ არის. ფორმირების წესიც იცვლება, რაოდენობაც იცვლება, შინაარსიც იცვლება, დაკომპლექტების წესიც განსხვავებულია. უფრო აქტიური იქნება დაკომპლექტებისას სამოქალაქო საზოგადოება, იმიტომ რომ იქნება კომისია, რომელშიც არიან წარმომადგენლები, ამ კომისიას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქციები, ის გარკვეულწილად პოზიტიური თვალსაზრისით ფილტრის როლს ასრულებს. ეს კანონი ძალიან საინტერესო არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან დაბალანსებულია, ყველა მნიშვნელოვანი აქტორი მონაწილეობს. ერთი ინოვაცია ისაა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება აღარ არის აი ამ ფორმირებაში მონაწილე. მე ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ყველაზე ძლიერი ხელისუფლებაა პრინციპში, მას ბევრი აქვს, ბევრი შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარე არ დანიშნავს. ძლიერი ბერკეტი აქვს, არა აღმასრულებელში მეგულისხმობ პრეზიდენტი, თავდაცვის ისინი არიან ამ თამაშიდან გასულები. რჩება პარლამენტი, შემოსულია მოთამაშედ ომბუდსმენი, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატები, როგორც კომისიაში, რომელიც შემდეგ გადაარჩევს ადამიანებს, ასევე წარადგინოს ბორდის კანდიდატებად. პარლამენტის თავმჯდომარე თანხმდება პარლამენტის, ასე ვთქვათ, ფრაქციებთან და შემდეგ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ბორდის ფუნქციებიც გაზრდილია, მას აქვს კონტროლის მექანიზმები. თვითონ ტელევიზიის საქმიანობაზე კონტროლის მექანიზმები შემოდის მეტი, მათ შორის პარლამენტიდან, შემდეგ როცა აირჩევენ და ასევე ფინანსური კონტროლის, ასე ვთქვათ, ეფექტური მექანიზმები შემოდის კანონით. ბატონო ლაშა, ფინანსურ მექანიზმებთან დაკავშირებით, აი რა ცვლილებებს ითვალისწინებს კანონი ფულის ხარჯვასთან მიმართებაში? პირველი, რაზეც მინდა ხაზი, ასე ვთქვათ, გავამახვილო ყურადღება, ხაზი გავუსვა, არის საერთაშორისო აუდიტი, საერთაშორისო სტანდარტები, ასე ვთქვათ, ფინანსური აუდიტის. ეს ორი ელემენტი აქამდე არ არსებობდა ესეთი რამ კანონში, ახლა ჩვენ შევიტანეთ ეს რას ნიშნავს, რომ ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი არის საერთაშორისო, ერთი და მეორე საერთაშორისო აუდიტორი ამოწმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხო? ანუ სტანდარტიც როგორ ნაწარმოონ ეს ანგარიშგება იქნება უფრო მაღალი, ვიდრე იყო აქამდე და რაც იყო ხედავთ, ხო, გაუთავებელი ვალები. ახლა სახეზეა ვალები, სახეზეა ვალები, გაუგება ეგეც იცით კიდე დავის პროცესში ვართ და ვერ გავიგეთ საბოლოოდ კიდე რამდენია და როგორ დაგროვდა არ არის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი სამწუხაროდ. ამასთან ერთად ბიუჯეტის მესამედი დახარჯულია და რაღაც მცირე ნაწილი რჩება საუბარი ამაზე. ამას რამდენი ხანია დაობდით და სწორედ სხვა შორის ბევრი ცუდი რამ გამოიწვია, არა მარტო ის რომ ბიუჯეტის ვალია და ჩვენი ფული საწავი და არ ვიცით ასე შემდეგ, არამედ ისიც რომ თუ გახსოვთ ამ ვალების გამო დაიწყო ასე ვთქვათ ადამიანების გათავისუფლება, რაც არაჰუმანურია, არა ადამიანურს დაუარქმევდა. არ შეიძლება ხა ადამიანები ესე გაყარო ერთი ხელის მოსმით მიიღო 500, გაუშვა 500. ეს ძალიან ესეთი ექსტრემალური ნაბიჯები არასწორია, იცით, რაც გადის დრო მეტად უნდა მიხვდეთ იმ გამოცდილებას ვაგროვეთ, რომ ეს ერთი ხელის მოსმით ქუჩებში არ უნდა გაყარო ხალხი, ადამიანები არიან, ისინი მათ უკან ოჯახია, მათ უკან ეს არის სამუშაო ადგილი და არ არის არაადამიანურია, იცით, ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ, როდესაც ესეთ ეგზეკუციებს ვატარებთ ტელევიზიებში, ახლა თვითონ შეცდომები დაუშვეს და მიადგნენ ამ ასე ვთქვათ დაქირავებულ ადამიანებს ტელევიზიიდან და გაყარეს, რა ვიცი, ასობით და არ არის ეგრეთ წოდებული მიზეზიც ქონდა. ხო, მიზეზი რა ქონდა, თავიანთი შეცდომა, მე დააბრალეს ვიღაცებს და ამის გამო დაიჩაგრენ კონკრეტული ადამიანი, რომელიც ამით ოჯახებს ინახავენ და ჭამენ და პულს ჭამენ, მარტივად ვთქვა და არ არის ეს სწორი, ეს გადადა, სულ ამას ვამბობდით, როცა აგროვებდნენ ვალებს ჩხუბობდით და ვეუბნებოდით, რომ ეს არასწორია, იმიტომ რომ აქამდე მიდიხარ და არა და მე აი რაც გააკეთეს. ეხლა ის რაც ხდება დღეს, ხო ეს არჩევა, ნუ ფორმალურად გასაგებია, თუმცა მე ამას ისე
ღიმილით უფრო უყურებ ხოლმე ამ სიტუაციებს რაღაცას არ მიდახარ მას. ბატონ ლაშა, თქვენ აღნიშნეთ საზოგადოების აქტივობა. ერთ-ერთი პუნქტი, რომელმაც პირადად ჩემში გამოიწვია ინტერესი, არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაესწროს ბორდის სხდომებს, რომ დაუსვას მისთვის საინტერესო კითხვა და პასუხიც მიიღოს. ეს ერთგვარად ძალიან თამამი გადაწყვეტილება და აი ამასთან დაკავშირებით. ისიც რა მე ვთვლი, რომ ეს არის კარგი გადაწყვეტილება, არსებობს მსგავსი პრეცედენტები ევროპულ ქვეყნებში. თამამი გადაწყვეტილებაა, გეთანხმებით, ბევრი კითხვა გაჩნდა, რომ ახლა ვიღაც შევა იქ იჭხუბებს და ამ შემდეგ, მაგრამ რა არის რა ტელევიზია ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს ხალხის ტელევიზია, საზოგადოებასთან უნდა იყოს ახლო. ბორდის წევრები არ უნდა გრძნობდნენ თავს სადღაც ფარაონებად და პირამიდის წვერზე მომსხდარ ადამიანებად. ხო, ისინი უნდა იყვნენ ახლოს ხალხთან. გასაგებია, ყველანაირი კრიტიკა, მოსაზრებები შეიძლება არ იყოს კვალიფიციური, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ ადამიანები იქ მივლენ, თავისას გამოთქვამენ, ეს იქნება ძალიან სასარგებლო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი კონსტრუქციული და სწორი პოზიციები იქნება. გარდა ამისა, ისინი ადამიანს უშუალოდ შეხედავენ, მოусმენენ. ეს იქნება განსაზღვრული დღის წესრიგით, არანაირი ასე ვთქვათ, საფრთხე ხა ყველაფერი ხდება ეგრე შეიძლება ქუჩაში ვიღაც დახვდეს და ხო რაღაცა უბედურება მოხდეს, მაგრამ მე ვამბობ რომ ნორმალურია ესა, იმიტომ რომ ჯობია ჩვენ კონკრეტულად მოვისმინოთ ადამიანების მოსაზრებები. მე ამ შემთხვევაში გულისხმობ იმათ, ვინც მომავალში იქნებიან ბორდის წევრები. ეს მათ არ მიცემს საშუალებას მოდუნდნენ, არ მიცემს საშუალებას რაღაცები დამალონ და მუდმივად ფორმაში იქნებიან ჩემი აზრით. და საზოგადოებას კიდე მიცემს საშუალებას, რომ საკუთარი მოსაზრებები ღიად გამოხატონ. შეკითხვები ხა მაინდამაინც ყველა საჩხუბრად კი არ უნდა მივიდეს. ეს ამისათვის არ შექმნილა ეს მექანიზმი, ეს მექანიზმი იმისათვის შეიქმნა, რომ მაგალითად არის მასწავლებელი და არ მოწოს გადაცემები სკოლასა რაღაც რეგულაციები. რა თქმა უნდა, იქნება დღის წესრიგში განსაზღვრული, გარკვეული დრო გამოყოფილი ამ სხდომებისას და ნუ ხა თუ დავუშვათ ძალიან ბევრი ადამიანს ექნება სურვილი ცხადდა თვითონ ბორდი მოიფიქრებს და გააფართოებს და მე მგონი ეს იქნება მათთვისაც კარგი. არ თქვათ მასწავლებელზე საუბრობდი, მიდის მასწავლებელი ეუბნება რომ არ მოწონს ან მოწონს ან რაღაცა მითითებას ან რაღაც მოსაზრებას შეკითხვას დასვამს ან ხო მარტო ეს ხო არ არის 1000 რამე სპორტი, კულტურა, განათლება, პოლიტიკა, საინფორმაციო გადაცემა და შემდეგ და იქ იქნება საშუალება რომ ადამიანმა თავისი აზრი, გულისტკივილი კეთილი განზრახვები, რაღაც მოსაზრებები, წინადადებები გაახმოვანონ და პირდაპირ ღიად თქვან. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ყველასთვის. მე მაყურებელ შევახსენებ, რომ აღნიშნული ცვლილებები უკვე მომავალი წლის დასაწყისში შევა 2014 წლის პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილში კი, თუმცა იქ სხვა ცვლილებებიც, რომელიც უკვე როგორც ხელი მოეწება ამოქმედება. კი ბატონო. ვფიქრობ, თემა, რომელსაც ახლა უნდა შევეხოთ, აქტუალურია, იქიდან გამომდინარე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა. მე გულისხმობ, ესე იგი, ფოტო-ვიდეო აკრძალვას, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 7 დღით ადრე დაწესდა, CSKOM გამოვიდა ასეთი განაჩენი. ჟურნალისტების გარკვეული ნაწილი აპროტესტებს და თქვენი მოსაზრება ბატონო ლაშა. და მე მიმაჩნია, რომ ეს შეზღუდვები, როდესაც შემოიტანეს, მაშინაც ძალიან აქტიურად ვაპროტესტებდი, იქ გახდით და მე მახსოვს მიტინგები, მათ შორის ოცნების მონაწილეობით, უამრავი ხალხი დროშები და შემდეგ მოჭხუბარი სამოქალაქო საზოგადოება, მედია, რომელიც ამას ძალიან აქტიურად აშუქებდა და ისიც ჭხუბობდა, იმიტომ რომ ეს იყო შეზღუდვები, რომელიც ფაქტობრივად უშლიდა, არც ქვია ამას, შეუძლებას ხდიდა მნიშვნელოვნად მედიის მუშაობას საარჩევნო უბნებზე. ანუ ფიქრობთ, რომ ხარისხი გაშუქების დაზარალდა? რა თქმა უნდა, დაზარალდა. მე მიკვირს, რატომ არ უქმდება ეს გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება იყო ჩემი აზრით მიკერძოებული ნაციონალური მოძრაობის მიმართულებით, ანუ ნაციონალურ მოძრაობას აწყობდა მაშინ ესეთი მაშინ ცირედი
ცვლილებები შეიტანეს, რომელსაც შედარებით რაღაც პატარაზე გახსნა ეს ასე თქვათ სივრცე, მაგრამ არ ვარგა ეს ნორმა. აუცილებლად უნდა გადა ყველგან წერა როგორც ცუდი ნორმა. საერთაშორისო დოკუმენტები მახსოვს, როცა აფასებდნენ ამ CSKO-ს, ყველგან იყო აღნიშნული, რომ ეს იყო პრობლემა. რატომ არ იხსნება ეს პრობლემა არ მესმის და რატომ გჭირდება მართალი გითხრათ, რატო გჭირდება ელემენტარული საკითხებისათვის ისევ ხმის აწევა, ბრძოლა და ეხლა ჟურნალისტური საზოგადოება ისევ დაიწყებს ჩხუბს და გაუთავდა რატომ უნდა ვამტრევდეთ ღია კარს. აი არ მესმის გულწრფელად გითხრათ და არც ის მესმის რატომ არ ისმენენ აი ესეთ კულტურულ სამართლებრივ და სწორ შენიშვნებს პოლიტიკოსები. აი რატო ვერ ხვდებიან რომ ეს არის ის თემა და ასეთი თემები კიდე სხვაც არსებობს, რომელიც შემდეგ ახდება ეს გმირულად დაძლევის, ასე თქვათ, რა ვიცი, ასპარეზი თუ რა დავარქვა. ეს არ არის მარტო მედიასთან მიმართებაში, იგივე დამკვირვებლები. ხო, რა თქმა უნდა. ნუ საერთოდ გამჭირვალეობა რატომ უნდა დგებოდეს კითხვის ქვეშ? რაც შესაძლებელია, ყველაფერი უნდა იყოს. ახლა როგორ წარმოუდგენიათ 1000 ახლა ჟურნალისტი პროვოკატორი თუ არმია პროვოკატორების დაიძრება და ახლა იქ ობსტრუქციას ხო სისულელეა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების ინტერესია ყველა კარი და ყველა ფანჯარა გააღოს იმისათვის, რომ მაქსიმალურზე მეტი, ასე ვიტყოდი, გამჭირვალება იყოს საარჩევნო პროცესში. სწორედ ამას უსვამს ხალხს ამჟამინდელი ხელისუფლება და იმედი მაქვს ეს შეზღუდვაც გაუქმდება. იცით რა, იქ არის კიდე სხვა საკითხებიც მედიასთან დაკავშირებით, მაგალითად უფასო რეკლამასთან დაკავშირებით და კიდე სხვა თემებია, რომელიც ასევე მოსაწესრიგებელია, მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ტელევიზიებისთვის ჩემი აზრით ის კანონი რაც არის დღეს არის ერთ ნაწილში საკმაოდ დისკრიმინაციული, ანუ ჩაგრავენ მედიას და ეს სწორი არ არის. ეხლა თუ იქნება ამის თაობაზე მე ვიცი, იყო საუბრები, თუ იქნება მეტი შესაძლებლობა, ჩვენ რა თქმა უნდა ვეტყვით მათ, იმიტომ რომ არ შეიძლება ესე ასეთ ვითარებაში იყოს მედია, იმიტომ რომ მედია უნდა იმუშაოს და არ უნდა აღიქვამდეს, არ უნდა ქონდეს მას განცდა, რომ ჩაგრავენ და არ უნდა ქონდეს განცდა, რომ ახლა პოლიტიკოსები მათ ასე ვთქვათ იყენებენ სუდად და მათაც აქვს ლეგიტიმური უფლებები, ამიტომ თვითონ პროცესიც მედიის მიმართაც უნდა იყოს სამართლიანი. გასაგებია. და ბოლოს ბატონ ლაშა, თქვენ ხართ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილ კომისიის ერთ-ერთი წევრი. მოკლედ თუ შეიძლება განადგურდება თუ არ განადგურდება ფარული ჩანაწერები, თომას ამერბერგის დასკვნას ველოდებოდა საზოგადოება, რა ხდება? აი ველოდებით, დაახლოებით ისეთი შეკითხვები შექსპირის ცნობილის ყოფნა არ ყოფნის ვიქნებით თუ არ ვიქნებით. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრების აი ის ნაწილი, რაზედაც ბევრჯერ ვილაპარაკეთ, რომელიც ადამიანის ასე ვთქვათ არღვევს მის პირად ცხოვრებას და ოჯახურ საიდუმლოებას, ეს ნაწილი აუცილებლად უნდა განადგურდეს, რაც უფრო სწრაფად მოხდება უკეთესია. მან ძალიან ბევრი კითხვები არის სამწუხაროდ და ნუ ახლა სამწუხაროდ აი ეს ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას. კონკრეტულად გეტყვით, რომ ჰამერბერგის პასუხს ველოდებით დღე-დღეზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მივიღოთ კარგი კანონები და ის სივრცე სამართლებრივი, რომელიც არსებობს, არ ვარგა. ეს არის ძალიან დრაკონული კანონმდებლობა, ეს იყო ის კანონმდებლობა, რომელმაც მიცა საშუალება ხელისუფლებას წინას და საერთოდ ხელისუფლებებს აძლევდა საშუალებას ეწარმოებინათ ის საქმიანობა, რაც იცით თქვენ უკვე 17,000-ზე მეტი ის არის, ამიტომ უახლესი ამოცანაა, რომ რაღაცა უქნათ აი მასალებს და პირველი რაღაც ნაწილი განადგურდეს, მეორე უნდა დავდოთ სერიოზული დასკვნა, რასთან ქონდა საქმე, იმიტომ რომ ეს 1000 ინსინუაციები ხდება დღეს ხო გაუგებრობები, ეს არის
უახლესი ამოცანა, მეორე ამოცანა არის ის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი სამართლებრივი სივრცე, სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც არავის აღარ მიცემს საშუალებას გაიმეოროს და დღევანდელი სივრცე კიდე არის როგორც იყო გუშინდელი და ინერცია გრძელდება, სისტემის დემონტაჟი არ მომხდარა და ამიტომ ეს არის საკმაოდ სერიოზული თემა და ჩვენ ვერ უნდა დავეყნოთ კეთილ მილიციელს თუ ბოროტი, კეთილი და ესეთი არასერიოზული ფორმებით არ უნდა ვიმჟევოთ. ჩვენ გვჭირდება კარგი, ნორმალური, თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც მუშაობენ სწორ და გამართულ სამართლებრივ სივრცეში. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში სტუმრობდა დღევანდელ გადაცემას. რეკლამის შემდეგ უკვე შეერთებულ შტატებში გადავინაცვლებთ და რუსთან წერეთელის ინტერვიუ გველოდება სულ რამდენიმე წამში დაგველოდეთ. ვინც ამ დროისთვის შემოგვერთით, გეტყვით რომ თქვენ პრესზონას უყურებთ, ამჯერად უკვე შეერთებულ შტატებში გადავინაცვლებთ. ახლანდელ და წლების წინ არსებულ ჟურნალისტიკას შორის დიდი სხვაობაა თulis მერილ გრინი, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. მისი დახმარებით 2003 წელს საქართველოში პირველად გამოიცა სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისათვის. ქართულ ენაზე ხაზი მინდა გაუსვა, რა არის ამჟამად ამერიკული ჟურნალისტიკის ყველაზე დიდი პრობლემა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალი ამბების გადმოცემის დროს იყოს მიუკერძოებლობის, ორიგინალობის, ნდობის ელემენტები. ნახეთ რუსუდან წერეთელის ექსკლუზიური ინტერვიუ შტატებიდან. Thank you very much for being with us today. Please tell us how much რამდენად შეიცვალა ამერიკული ჟურნალისტიკა და ახალი ამბების გაშუქების მომავალი ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. Well, first of all, when the Soviet Union collapsed, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკული მედია ერთგვარი დილემის წინაშე აღმოჩნდა. გაჩნდა უამრავი ახალი სახელი, ადგილი და ხალხი, რომლის შესახებაც საერთო წარმოდგენაც არ გვქონდა. როდესაც პირველად ჩეჩნეთში ომი დაიწყო, მაშინ გაზეთ USA Today-ში ვმუშაობდი, საერთაშორისო ურთიერთობის რეპორტიორად და მახსოვს, რომ ჩეჩნეთის დასახელებასაც კი ვერ ვამბობდი სწორად. არც კი ვიცოდი თუ რა ადგილას იყო ეს ტერიტორია რუკაზე. მომიწია ამ ყველაფრის თავიდან შესწავლა და გააზრება. ასევე იყო იუგოსლავიის შემთხვევაშიც. ამერიკელი ჟურნალისტები მაშინ არც კი ვფიქრობდით სერბიის, ხორვატიის, კოსოვოს პრობლემებზე. ამას ასევე დაემატა ცვლილებები ინდივიდუალიზმის, მმართველობისა და რეგულაციების საკითხშიც, რომელსაც დამოუკიდებლობის გზაზე ახლა დამდგარ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. რა არის ამჟამად ამერიკული ჟურნალისტიკის ყველაზე დიდი პრობლემა? Oh, that's a big question. I guess fundamentally it's financial and ეს მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი ამ საკითხში ფინანსები და ეკონომიკაა. გაზეთებმა ერთგვარად უკანა პლანზე გადაინაცვლეს, რადგან გაძლიერდა ინტერნეტი, მანამდე კი რადიომ და ტელევიზიამ დაიწყო სწრაფი განვითარება. ფინანსების გარეშე ძნელია რაიმე შექმნა და რაიმეს მიაღწიო მედიაში. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ინფორმაციის მომხმარებლები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ტელევიზიითა თუ რადიოთი გაშუქებულ ახალ ამბავს, რის გამოც მათ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გამორჩებათ ხოლმე. გაზეთი ამ მხრივ თითქოს უფრო დაცულია, რადგან მკითხველის წინაშე არის ერთი დიდი ფურცელი სხვადასხვა სურათით, რომელიც გინდა თუ არ გინდა თვალში გვხვდება და რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოს. დღესდღეობით ადამიანები მხოლოდ საკუთარი მოსაზრების გადმოცემით არიან დაკავებულნი, ვიდრე რაიმეს შესწავლის სურვილი ამოძრავებდეთ. რა როლი ეკისრება სოციალურ მედიას და სამოქალაქო ჟურნალისტიკას? შეიძლება მივიჩნიოთ ისინი ინფორმაციის ძირითად წყაროდ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაში? That's two different questions. Yes, they're absolutely made. ეს ორი სხვადასხვა საკითხია. დიახ, ორივე ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს. მათი მეშვეობით სწრაფად ვრცელდება ნებისმიერი სახის ინფორმაცია. იქნება ეს კატასტროფების, წყალდიდობებისა თუ სხვა მოვლენების შესახებ. მაგალითად, ბოსტონის მარათონის აფეთქების დროს სოციალურმა მედიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ რამდენად სანდო დამაჯერებელი და ფაქტებზე დაყრდნობილია სოციალური მედიის თუ სამოქალაქო ჟურნალისტიკის მიერ გავრცელებული ახალი ამბები, ეს უკვე მეორე საკითხია. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სწორი ან არასწორი ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს ორი ახალი მედია საშუალება საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან 70% შეიძლება კარგი იყოს და 30% არასწორი. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალი ამბების გადმოცემის დროს დაცული იყოს მიუკერძოებლობის, ორიგინალობის, ნდობის ელემენტები? Well, that goes back to the financial health of news. ეს კვლავ ფინანსურ საკითხთან გვაბრუნებს. მნიშვნელოვანია დაცული იყოს სტაბილურობა, ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტები და გათვალისწინებული იყოს მკითხველის ნდობის ფაქტორი. მეორე კი ეს ფინანსური დამოუკიდებლობა და კარგად ანაზღაურების საკითხია. აფრიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, სადაც ასევე მუშაობდი ჟურნალისტებთან, რომლებსაც ძალიან ცოტა სუხდიან და ფაქტიურად არ აქვთ სამუშაო პირობები. დამქირავებლები ვერ უზრუნველყოფენ მათ ვერც ტრანსპორტით, ვერც ტექნიკით და ვერც ელემენტარული საარსებო პირობებით. ისინი ხშირად ამა თუ იმ პოლიტიკოსის ან
მთავრობის წევრის პრესკონფერენციას, იმიტომ აშუქებენ, რომ მათ იქ ხდებათ უფასო საკვები. ხშირად თავად პრესკონფერენციის ორგანიზატორებს მანქანით მიყავთ და გარკვეულ თანხასაც აძლევენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასეთი ახალი ამბების გაშუქების დროს ჩვენ ვერ დავიცავთ მიუკერძოებლობას და ობიექტურობას. რა თემები უწყობს ხელს ბლოგების გამრავლებას? ბლოგის თემა მრავალფეროვანი და ამოუწურავია. შეიძლება ერთი უმნიშვნელო საკითხი, რომელიც წამყვანი მედიის ყურადღების ცენტრში ვერ მოხვდა, ბლოგის მთავარი თემა გახდეს და უამრავი მკითხველიც მიიზიდოს. დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულია გქონდეს ბლოგი გარემოს საკითხებზე, ჯანდაცვის თემებზე და ასე შემდეგ. ეს თანდათან იზრდება, რადგან ხალხს უფრო მეტი შეცნობის სურვილი აქვს ამ საკითხების ირგვლივ. მაგალითად, მე მაქვს ერთი ბლოგი, სადაც მხოლოდ ტყეზე და ხეებზე ვწერ. თანდათან საზოგადოებაც ყურადღებას არა მარტო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საერთაშორისო ამბებს უთმობს, არამედ ბლოგების მეშვეობით ყოფილი პრობლემებითაც ინტერესდება, რაც ძალიან კარგია. რატომ ცდება ხანდახან ამერიკული მედია და რატომ შუქდება ხშირად ახალი ამბები არასწორად? უმთავრესი აქ კონკურენცია. ყველას უნდა რომ პირველი იყოს და ფაქტების გადასამოწმებლად დრო აღარჩება. ახლანდელ ჟურნალისტიკასა და წლების წინ არსებულ ჟურნალისტიკას შორის დიდი სხვაობაა. ეს განსხვავება კი ერთგვარად ინტერნეტის გააქტიურებამაც განაპირობა, რადგან მისი მეშვეობით ინფორმაცია ყველაზე სწრაფად ვრცელდება. ადრე თუ გქონდა მეტი დრო გადაგემოწმებინა მასალა, ახლა სულ რაღაც წამები და წუთები გაქვს. ამ სისწრაფეს ხშირად არასახარბიელო მდგომარეობამდე მივყავართ და ეთერში და პრესაში ხანდახან რეალობაში მომხდარისგან განსხვავებით სრულიად შეუსაბამო ახალი ამბავი ხდება. ვფიქრობთ, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჟურნალისტიკაში. რატომ არ შეუძლია რადიოსა და ტელევიზიას ბეჭდურ მედიასთან შედარებით საინფორმაციო სივრცის სრულად შევსება? იმიტომ რომ მათ არ აქვთ დრო. ახალი ამბების გადმოსაცემად დათვლილი აქვთ წუთები და წამები და კიდევ მაღალი კონკურენცია. ასევე აღსანიშნავია თემის შინაარსიც. მაგალითად, თუ NBC ბრიტნის სპირსზე გადმოცემს ახალ ამბავს და ABC ჩინეთზე, როგორ ფიქრობთ, ვის უფრო დიდი მაყურებელი ეყოლება? სამწუხაროდ დღეს ადამიანებს აღარ სურთ საღამოს 6 საათის შემდეგ პოლიტიზირებული ახალი ამბების მოსმენა. მათ აღარ აინტერესებთ გაიგონ თუ რა ხდება ჩინეთში, თუნდაც საქართველოში ან და ინდოეთში. ხალხს პირადი პრობლემები იმდენი აქვს, რომ ურჩევნია რაიმე მსუბუქ, გასართობ და საინტერესო ისტორიებზე დახარჯოს დრო. რაც შეეხება გაზეთს, ზოგიერთს მაგალითად გაზეთში გაშუქებული ახალი ამბავი ურჩევნია, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგაც დაუბრუნდება წასაკითხად. ამ შემთხვევაში ისინი დროში შეზღუდულები არ არიან. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიების სწრაფო განვითარებამ არ შეიძლება ბოლომდე უკან დაწიოს ბეჭდური მედია. როგორ ხედავთ ბეჭდური მედიის მომავალს ციფრულ ეპოქაში და საით მივდივართ ამ ადგილიდან? როგორც ემოთ გითხარით, არ მგონია, რომ ერთ დღეს შეიძლება მთლიანად ბეჭდური მედიის გარეშე დავჭრით. რა თქმა უნდა, ინტერნეტში შეგიძლია სხვადასხვა თემა უფრო სწრაფად მოძებნო, მაგრამ გაზეთის ფუნქციას ინტერნეტი ბოლომდე ვერ ითავებს. ასევე ინტერნეტიც და თანამედროვე ტექნოლოგიებიც კომპლექსურ ერთეულს წარმოადგენენ, რომლებზეც მთავრობასა თუ ჰაკერებს ადვილად შეუძლიათ მანიპულირება. მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ის, რომ ბეჭდური მედიის მიერ გაშუქებული ახალი ამბების ხარისხი და სტანდარტი გაუმჯობესდეს, ასე რომ ბეჭდურ მედიას გადაშენება არ უწევია. მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მერილ გრინი გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას მედიასთან მიმართებაში. ეს გახდათ რუსუდან წერეთელის ექსკლუზიური ინტერვიუ. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში კვლავ გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ ამა თუ იმ ცნობილი მედია ანალიტიკოსის მოსაზრება. ამჯერად უკვე თქვენი ყურადღება ერთ-ერთ რედაქციას მინდა დაუთმო. ეს გახლავთ National Geographic საქართველო, რომელსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ესტუმრა სიუჟეტ შემოგთავაზებთ. ყვითელი ჩარჩო, რომელიც National Geographic-ის საავტორო ნიშანია და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდს წარმოადგენს, რედაქტორებმა ყოველგვარი სიმბოლური დატვირთვის გარეშე აირჩიეს. დღეს ამ ყვითელ ჩარჩოს უამრავი გამოცემა თუ ტელევიზია აერთიანებს, მათ შორის ჟურნალი National Geographic საქართველო, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან გამოდის. 2012 წელს ცოტა უფრო ადრეც კი დაიწყო მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან, საკმარისად დიდხანს გასტანა ამან, იმიტომ რომ National Geographic-ის საკმარისად პრეტენზიული ბრენდი არის. ყველა პირობები დააკმაყოფილა პრინციპში ქართულ მომხარემ და 2012 წელს უკვე მაისში ხელი მოეწერა კონტრაქტს ჩვენსა და შტატების მხარეს შორის და მას მერე ვუშვებთ, ესე იგი ჟურნალს, უბრალოდ ოქტომბერში 2012 წლის ოქტომბრიდან გამოვიდა უკვე ჟურნალი National Geographic საქართველო.
ჟურნალი ორიენტირებულია გეოგრაფიის, ბუნების, ისტორიის, მეცნიერების და კულტურის საკითხებზე. დღევანდელ დღეს გამოცემაში ქართულენოვან მასალას მხოლოდ 10% უკავია. დანარჩენს კი წამყვანი საერთაშორისო გამოცემიდან ნათარგმნის სტატიები და ეგრეთ წოდებული ფლაგმანი ნომრის ფოტოები შეადგენს. როგორც ქართულენოვანი გამოცემის მთავარი რედაქტორი აცხადებს, უკვე წლის ბოლოს ჟურნალში ქართული კონტენტი 30%-ს მიაღწევს. ჟურნალი მოიცავს აბსოლუტურად ყველა სფეროს, მეცნიერების ყველა სფეროს, ასევე თავგადასავლებს, მოგზაურობებს, უბრალოდ საინტერესო ამბებს, საინტერესო ადამიანებისა და საინტერესო ადგილების შესახებ. და შესაბამისად ის ფართო მკითხველზეა ორიენტირებული. პრინციპში ეს არის სამეცნიერო პოპულარული ჟურნალი, დაწერილი თვით ყველაზე რთული სამეცნიერო კონცეფციებიც კი ამ ჟურნალში გადმოცემულია ძალიან მარტივი პოპულარული ენით. National Geographic საქართველოს ჟურნალისტებს და ფოტოგრაფებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს საინტერესო თემების შეთავაზების შემთხვევაში მათი მასალა საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდება. გამოცემის დღიდან ჟურნალი ფრილანსერებით, ანუ ეგრეთ წოდებული თავისუფალი ჟურნალისტებით და ფოტოგრაფებით მუშაობს. ასე რომ ნებისმიერ შეუძლია ქართულ გამოცემას საკუთარი ფოტო თუ ტექსტური მასალა შესთავაზოს. National Geographic-ში ეს პრაქტიკა იმისი, რომ ითანამშრომლოს ბევრ სხვადასხვა ჟურნალისტთან და ბევრ ფოტოგრაფთან და არ ყავდეს ისინი სტაფში. მრავალი წელია უკვე თვითონ ამერიკელებიც ასე მუშაობენ და ყველა ის ადგილობრივი ენოვანი გამოცემა მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი რედაქცია შესაბამისად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტ ხალხთან ვითანამშრომლოთ, მეტი საინტერესო პროექტი აღმოვაჩინოთ. National Geographic საქართველოს სამიზნე აუდიტორია ყველა ის ადამიანია, ვისაც კითხვა უყვარს. ჟურნალი ცდილობს ყოველგვარ სამეცნიერო ენას თავი აარიდოს და წეროს მარტივად და საინტერესოდ. ქართული გამოცემა მხოლოდ ერთ ჟურნალზე გაჩერებას არ აპირებს. უკვე 2014 წლისთვის ლევან ბუთხუზი მკითხველს საბავშვო ჟურნალ Kids შესთავაზებს, რომელიც ასევე უცხოურ ნათარგ მასალაზე იქნება აგებული. საინტერესო სიახლეს თავაზობს მკითხველს National Geographic საქართველოს, ამჯერად უკვე უცხოური მედია, რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც საუბარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოსულ პაციენტებზე. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამჟამად ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში მუშაობს. სამედიცინო დაწესებულებებისთვის დახმარების გაწევის გარდა აღნიშნული ორგანიზაცია ავადმყოფების სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე ზრუნავს. თუმცა როგორც თვლიან ავადმყოფების თბილისში გადმოყვანა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარია იმაზე, რომ წითელი ჯვრის მოქმედება მის კომპეტენციას, ანუ ჰუმანიტარულ ფუნქციებს ცილდება. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამ ორგანიზაციას პაციენტები არა მარტო ექსტრემალური შემთხვევების დროს, არამედ ამბულატორიული გამოკვლევების ჩასატარებლადაც გადმოყავთ. და როცა ავადმყოფს მკურნალობისთვის აუცილებელი თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, მას სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას თავაზობენ. რამდენად სწორია რუსული მედიაში გავრცელებული სტატია და რამდენად საფუძვლიანი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მაღალჩინოსნების პრეტენზია. მოვისმინოთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე მომუშავე პოლიტოლოგ ილგარ ველიზადეს კომენტარი. Я ознакомился с этой статьей и должен вам сказать, что вот если აღნიშნულ თემას ყურადღებით გავიცანე და ჩემთვის ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ აღმოაჩინე. თუ კი წითელი ჯვარი იქცევა ისე, როგორც ამ სტატიაში აღნიშნული, მაშინ იგი სცილდება თავისუფლება მოსილებას და ამით დადგენილ საერთაშორისო ნორმებს არგოს. ასევე ეჭვში აქვს ორგანიზაციაში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციაში. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ორგანიზაციაში ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრია. ფიქრობ, ეჭვი, რომელიც სტატიის მართებულობასთან დაკავშირებით გამიჩნდა, სავსებით ნორმალურია. მეტიც აქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული თემა შეკვეთილია, რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭების საკითხს. ესეც საკმაოდ აბსურდულია. მეჩვენება. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი საკმაოდ ბევრ პროცედურას შეიცავს და ისეთ მოკლე ხანში, როგორზეც ოსი მაღალჩინოსნები და რუსი ჟურნალისტები საუბრობენ, ამის გაკეთება წარმოუდგენლად მეჩვენება. დაუშვათ, რომ ოსი მაღალჩინოსნები მართლები არიან. მაშინ გამოდის, რომ ჯანმრთელობის სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭება სისტემატურ ხასიათს ატარებს და გამოურიცხავ, რომ თავად ქართულ საზოგადოებას ასეთი ქმედების მიმართ პროტესტი არ გამოეხატა. ჩემი აზრით, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთ სურთ, რომ ამ ტერიტორიაზე შექმნან გარკვეული ტიპის რეზერვაციები, რომლებიც მოსახლეობას თავისუფალ ადგილებაში რაიმე მომსახურებების მიღებაში ხელს შეუშლის და ეს ყოველად დაუშვებელია. სხვათა შორის მსგავს პრობლემას ვერ ვხედავთ აფხაზეთთან მიმართებაში. აფხაზეთის ტერიტორიიდან მოსახლეობა სამკურნალოდ დასავლეთ საქართველოში გადადის და შემდეგ უკან ბრუნდება. ეს ფაქტი ჩემს მოსაზრებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომელშიც ჩაკეტილ სივრცეზე ვსაუბრობ. პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ ახორციელებს, მხოლოდ მისასალმებელია. მეც უც ვერ ვხედავ იმაში,
რომ ოსი მოსახლეობა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს და შესაბამისად კვალიფიციური და თანამედროვე მომსახურებას იღებს, მაგრამ ამის სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღების მოთხოვნა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით манипуლირება ყოველად დაუშვებელია. მე კარგად ვიცნობ პატა ზაქარეიშვილს და მის რამდენიმე თანაგუნდელს. კარგად ვიცი მათი შესაძლებლობები. თითოეული მათგანი თავის საქმის უდაო პროფესიონალია. მათი პოზიცია ასეთ საკითხთან მიმართებაში საზოგადოებისთვის ცნობილია. ეს არის ჰუმანიტარული კონტაქტების ხელშეწყობა. თუმცა მეორე მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება არ იგრძნობა. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ არა პოლიტიკაზე, არამედ ჩვეულებრივ ადამიანურ კონტაქტებზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიუხედავად სხვადასხვა დაბრკოლებისა, საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული კონტაქტების გაღრმავების მცდელობა გაგრძელდება. ეს გახლდა დილგარველიზადეს კომენტარი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთ მოსაზრებას შემოგთავაზებთ. რას пасუხობს აღნიშნულ ბრალდებებს ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი Дмитрий Санаковый? Мовисминут მისი комментарий. Ну, изначально могу одно сказать, что никакого принуждения со стороны служб, больничных, республиканских служб больниц нету. უპირველეს ყოვლისა გეტყვით, რომ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის იძულებითი წესით მიღება არ არსებობს. ქვეყანაში არის რეფერალური პროგრამა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის მკურნალობას განიხილავს. ეს პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლდება. ის ვინც ცხინვალიდან სამკურნალოდ ჩამოდის, ადგილობრივი პასპორტი გააჩნია. იგი სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს. ექიმთან კონსულტაციის და დიაგნოზის დასმის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სახელზე იწერება განცხადება, რათა ჩვენ რეინტეგრაციის სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობასთან მათ შუამდგომლობა გავუწიოთ. ამის შემდეგ კომისია ავადმყოფის დაფინანსების საკითხს განიხილავს. იმისთვის, რათა პაციენტმა მისთვის სასურველი მკურნალობის კურსი ჩაიტაროს, მან პირადობის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოადგინოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მათ პასპორტებს ვიღებთ და საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს. მით უმეტეს, რომ ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ნებაყოფლობითია და მის მისაღებად გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო. შესაბამისად დროც აღნიშნული რეფერალური პროგრამის მსვლელობიდან ერთადერთი შემთხვევა მინდა აღვნიშნო. პნევმონიით დაავადებულ ორსულ ქალბატონს პნევმონიით დაავადებული შვილი შეეძინა. იმისთვის რომ ბავშვისთვის საჭირო მკურნალობა ჩაეტარებინათ, მას დაბადების მოწმობა უნდა ჰქონოდა. საქართველოს კანონმდებლობით კი საქართველოში დაბადებულ ახალშობილს დაბადების მოწმობა დაბადების ადგილის მიხედვით ენიჭება. ამ გამონაკლისის გარდა სხვა პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია. Никогда не замечали, тем более, что какие-то иные структуры могли бы принуждать. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, ასეთი იყო დღევანდელი პრეს-ზონა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შაბათამდე სრულ საათზე კი ნატა ასათიანში მოგიერთება დღის ახალი ამბებით. შედეგიდან აყოფილ დასვენებას გისურვებთ. მადლობთ რომ გიყურეთ.